შიდა ქართლში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახალი სერვისით ისარგებლებენ. მათ სპეციალურად გადამზადებული პერსონალური ასისტენტები მოემსახურებიან. ასისტენტის მომსახურებისთვის ბენეფიციარებს სხვადასხვა პროცედურის გავლა მოუწევთ. აუცილებელი იქნება შესაბამისი სამედიცინო ცნობების წარდგენა და კონკრეტული საჭიროებების დასაბუთება. აღნიშნული მიზნით კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა 22 მსურველი უკვე გადაამზადა. შესაბამისი სწავლება გაიარეს და მზად არიან დახმარება გაუწიონ გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასისტენტების შრომის ანაზღაურება მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაიფარება. სიახლის დადებითად ხვდებიან შიშიმო პირები, უფლებადამცველები და მათი ახლობლები. ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი მართლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმიტომ რომ გადავამზადეთ პერსონალური ასისტენტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წლის ასაკის ზემოთ დაეხმარებიან ოჯახში, ადგომაში, სადილის მომზადებაში, წაყვანაში, ახალგაზრდებს სწავლის პროცესში, სადაც დაჭირდებათ რა შემთხვევაშიდაც უნდათ ეს პერსონალური ასისტენტები. ჩვენ მოვემსახურებით ქარელის, ხაშურის, გორისა და კასპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო ამათი ანაზღაურება მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ეს პერსონალური ასისტენტები. 8 დღის განმავლობაში იყო პრაქტიკული სამუშაოები, 8 დღის განმავლობაში ჩვენთან იყო თეორიული სამუშაო და ისეთი გახარებული არის თითეული პერსონალი, ვინც გადამზადდა, რომ ნამდვილად არ ვიცოდითო ჩვენ თუ ასე უნდა დავხმარებოდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაო და ძალიან კმაყოფილები არიან ამ ტრენინგით. ამ სერვისის არარსებობის პერიოდში ბევრი პირი ვერ გამოდიოდა გარეთ, ვერ ხდებოდა მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია რეალიზება და ეს პროგრამა შეგვიწევს ჩვენ ხელს, რომ უფრო გამოვიდეთ საზოგადოებაში შიშმპირები თან იქიდან გამომდინარეა, რომ ზოგჯერ შეიძლება ოჯახის წევრს არ ეცალოს და დაურეკავ ასისტენტს და მოვა და მოგემსახურება. უმნიშვნელოვანესია ეს პროგრამა ჩვენთვის შიშმპირებისთვის, იმიტომ რომ ყველგან შობელთან ერთად ვერ წაყვავ. ისეთი რაღაცაა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება გინდა და არ გინდა, რომ მაინც და მაინც შენი საკუთარი ოჯახის წევრი შეაწუხო. პირადად ჩემთვისაც ეს ხელს შეუწყობს უფრო თავისუფალ ცხოვრებას და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დამეხმარება. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ახალი ურთიერთობა, ახალი მეგობარი. ვფიქრობ, რომ მეგობრული ურთიერთობა შედგება მათ შორის და უფრო გახსნილი იქნება, უფრო ინტეგრირებული, გაიყვანს ქუჩაში. მე თვითონაც გავიარე პერსონალური ასისტენტის კურსები, მაქვს სერტიფიკატი. და ვფიქრობ, თუ კი ვინმეს გამოადგება ჩემი სამსახური და გვერდში დგომა, მე მზად ვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო პროგრამაა და ეს პროგრამა თუ განხორციელდა და გავრცელდა ყველა რეგიონში, ძალიან დიდი სარგებელი ექნებათ ბენეფიციარებს და შვება პირველ რიგში.